მიწისქვეშეთის სულები, მამა აბსოლუტის გზავნილი 18 მაისი 2019 წელი. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო და საყვარელო შვილებო. დღეს მე მოგიყვებით დედამიწის მაგმაზე, ვულკანებზე და მიწისქვეშეთის სულებზე, რომელსაც ასევე შეგვიძლია უწოდოთ პარალელური ცივილიზაციები. რას წარმოადგენს მაგმა, რომელიც დროდადრო ცეცხლოვანი ლავებით ამოდის მიწის სიღრმიდან ზედაპირზე? ენერგეტიკული თვალსაზრისით ეს არის დაბალვიბრაციული ენერგიების გროვა და გადამუშავება, რომელთა ზედმეტ დოზას იღებს დედამიწა, რათა დაიცვას კაცობრიობა ნათი სახიფათო დოზის გადაჭარბებისგან. ყველაფერი რაც ხდება ვულკანებში შეიძლება შევადარო ჯოჯოხეთის ქვაბს, სადაც დუღს ყველა ადამიანური ნება, რომლების დატევაც უკვე აღარ შეუძლია თქვენს დედამიწას, რომელიც იტანჯება ადამიანების მიერ ყველა სახის გამოსხივებული ნეგატიური ენერგიის გამო. ამგვარად დედამიწის მაგმა არის ერთგვარი უსაფრთხოების ბალიში, რომლის მიზანიცაა დაიცვას ადამიანი თავისივე ნებებისგან, რომლებიც სასიკვდილო ზოგჯერ თავად მისთვისაც. შეიძლება ითქვას, რომ დედამიწის მაგმა არის მაშველი რგოლი, რომელიც მთელი ძალებით ცდილობს შეინარჩუნოს ენერგეტიკული ბალანსი მესამე განზომილებაში, რათა არ მისცეს ადამიანს უფრო დაბლა ვიბრაციებში დაცემის ნება. რატომ ცოცხლდება ვულკანები დროდადრო და აფრქვევენ ცეცხლოვან ლავებს დედამიწაზე? ეს ხდება იმიტომ, რომ დედამიწაზე დაბალი ვიბრაციების საერთო მასა გადააჭარბა კრიტიკული ზღვარს და იმისათვის, რომ დედამიწა არ დაიხჩოს, მას სჭირდება, რომ ორთქლი გამოუშვას და სწორედ ეს ხდება ვულკანების ამოფრქვევის დროს. თუმცა ახლა დადგა ისეთი დრო, როდესაც ადამიანებმა უკვე გადაალახეს ნებადართულობის ყველა საზღვარი, როგორც დედამიწის, ასევე ერთმანეთთან მიმართებით. ადამიანთა ბარბაროსულმა დამოუკიდებულმა დედამიწის წიაღისეულისა და ბუნებრივი რესურსების მიმართ, რასაც თან ახლავს ყველა სამყაროს კანონის დარღვევა, გამოიწვია ის, რომ დედამიწა იძულებულია მიიღოს საპასუხო ზომები, რათა შეეწინააღმდეგოს მათ უწყვეტ ძალადობას. ამგვარად ყოველი ბუნებრივი სტიქია ვლინდება თავისებურად მიწისძვრებით, წყალდიდობით, ქარიშხლებით და ხარისხებით. თუმცა ახლა ადამიანების და მთლიანად ქვეყნებს შორის ენერგეტიკული ურთიერთქმედების გრადუსმა მიაღწია ყველაზე დაბალ კრიტიკულ ზღვარს, რადგანაც უმეტესი ადამიანი ჩაფლულია პირფერობის, ტყუილის ძალაუფლების მოყვარეობაში, სისათიკესა და ცინიზმში. ღარიბებისა და მდიდრებს შორის უფსკრული სულ უფრო და უფრო იზრდება, რაც თესავს აგრესიასა და სოციალურ სიძულვილს. ამ დაბალი ენერგიების კონცენტრაცია, რასაც ემატება ადამიანთა დანაშაულური ქმედები დედამიწის მიმართ, იწვევს იმას, რომ მიწისქვეშა მაგმა უკვე ვეღარ გადაამუშავებს ამ დაბალი ვიბრაციულ ტვირთს და ის იწყებს დედამიწის ზედაპირზე ამოსვლას სხვადასხვა ნაწილებში ვულკანების ამოფრქვევების სახით. თქვენს პლანეტაზე ყოველ ვულკანს ჰყავს თავისი სული, მისი მცველი, რომელიც თავის მხრივ უკავშირდება მიწისქვეშა მაგმას მთავარ სულს, რომელიც ახდენს ცეცხლოვანი ლავების ამოფრქვევის კოორდინაციას დედამიწაზე იმგვარად, რომ შენარჩუნდეს ბალანსი. ის ანაწილებს და აწესრიგებს ვულკანების ამოფრქვევას დედამიწის სხვადასხვა წერტილებში და ამგვარად გადაარჩენს ათასობით ადამიანის ცოცხლს. როგორც ხედავთ, ჩემო ძვირფასებო, ბუნებრივი სტიქიების სულებიც კი ცდილობენ მინიმუმამდე დაიყვანონ კაცობრიობის გარდაუვალი დასჯა თავისი დამანგრეველი ქმედებების გამო დედამიწის მიმართ. თუმცა ბუმერანგის სრულიად აცილება ვერ მოხდება მარტივი მიზეზის გამო, რომ სამყაროს კანონების დარღვევა არავის არ ეპატიება იმითაც კი, ვის მათ შესახებ არაფერი იცის. ამას გავჩერდებით დღეს. მამა აბსოლუტი, რომელსაც განუზომლად უყვარხართ საუბრობად თქვენთან. გზავნილი მიიღო მართამ, თარგმნა წაიკითხა გუჩა. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენ სულიერ მისიას, თქვენი დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამინერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატებას.